თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. მე არ ვიცნობ უფრო იდეალურ მუშაკს, ვიდრე ეჟოვია. მას თუ რაიმეს დაავალებ, შეგიძლია არასოდეს შეამოწმო და იყო დარწმუნებული, რომ ამას გააკეთებს. მას მხოლოდ ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. არ ძალუც გაჩერება და ხანდახან უნდა მიაქციო ყურადღება, რათა დროულად გააჩერო. იხსენებდა ეჟოვის ყოფილი ხელმძღვანელი პარტიულ აპარატში მოსკვინი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ნიკოლაი ეჟოვის შაუბნელი ბიოგრაფია დღემდე ბურუსითაა მოცული და სავსეა წინააღმდეგობებით. მხოლოდ 3 საწყისი კლასის განათლების მქონე სამხარეო კომიტეტის ობკომის მდივნობიდან სსრუკ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის იგივე ცეკას ორგანიზაციულ განმანაწილებელი განყოფილების თავმჯდომარეობამდე საბოლოოდ კი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრობამდე აღზევდა და იქცა 1927-38 წლების სისხლისმღვრელი დიდი ტერორის მთავარ აღსრულებლად და სიმბოლოდ, რომლის დროსაც 15 თვის მანძილზე 1.5 მილიონი ადამიანი დააკავეს, საიდანაც თითქმის ნახევარი დაახვრიტეს. სტალინი ეჟოვს უსაზღვროდ ედობოდა, ზედმეტსახელად ეჟევუჩკას ეძახდა. ხშირად პატიჟებდა თავისთან აგარაკზე და ეთამაშებოდა ჭადრაკს. მას მინიჭებული ჰქონდა ერთპიროვნული და უპრეცედენტო უფლება. გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ეგრეთ წოდებული ნაციონალური ოპერაციებისას. აღზევების მსგავსად გზნებარი და სწრაფი იყო მისი დაცემაც. სტალინმა მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალა. ეჟოვი არამზადაა, გახსნილი ადამიანი, ბევრი უდანაშაულო დაღუპა, ამისათვის დაახვრიტეთ. ამით ბელადი ცდილობდა დიდი ტერორის პასუხისგებლობა შემსრულებისათვის დაეკისრებინა. დანიშნვის პირველივე დღეს სახალხო კომისრების ხომაზე ეჟოვმა 2 მუშტი აჩვენა დამსწრებს და განუცხადა: არ შეცდეთ, მართალია დაბალი ვარ, ის 152 სანტიმეტრი იყო, მაგრამ ხელები ძლიერი მაქვს, სტალინისებური. ჩავაყუდებ ციხეში და დავხრეთ ყველას, მიუხედავად ჩინებისა და რანგისა, ვინც დაამუხრუჭებს ხალხის მტრებთან ბრძოლას. ეჟოვის დისკრედიტაციისა და დამხობის მთავარი როლი ლავრენტი ბერიამ შეასრულა, რომელიც მის პირველ მოადგილედ დაანიშნეს. მან ეჟოვს იმთავითვე ჩამოართვა მმართველობის ბერკეტი, მალევე იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და გადაიყვანეს. რეალურად კი დააქვეითეს საბჭოთა კავშირის საწყლოსნო სატრანსპორტო სახალხო კომისრის თანამდებობაზე. დაკავებამდე 2 კვირით ადრე სტალინმა ეჟოვს უბრძანა გადაეცა მისთვის უმაღლეს ხელმძღვანელობაზე არსებული მთელი კომპრომატები. 1929 წლის 10 აპრილს ეჟოვი პირადად ბერიამ დააპატიმრა მის კაბინეტში. მის საქმეს პირადად უძღვებოდნენ ბერია და მისი უახლოესი ხელქვეითი ბოგდან ქობულოვი. 1940 წლის 4 თებერვალს ნიკოლაი ეჟოვი დაახვრიტეს, როგორც პოლონური და გერმანული დაზვერვის სამსახურების აგენტი. დააბრალეს სახელმწიფო გადატრიალების მზადება და 1938 წლის 7 ნოემბერს სტალინზე დაგეგმილი თავდასხმის ორგანიზება, ასევე ჰომოსექსუალიზმი. ეჟოვის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების პატივი ვასილ ბლოხინს ერგო წილად ჯალათს, რომელსაც ეჟოვის პერიოდში და მოგვიანებით სხვადასხვა მონაცემებით 15,000 ადამიანი პირადად ყავდა დახვრეტილი. აი ამ წყობას, ვინც მისტერის დღეს რანაერი ფსკერია, უბრალოდ წარმოიდგინეთ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.